უკრაინის ხელისუფლების განცხადებით იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში იმყოფებოდა რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში დიპლომატიური მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რუსეთმა დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ტერნოპილზე. დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, დაშავებულია 73 პირი. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, ტერნოპილში, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს, თავდასხმა 2 900-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მოხდა. მისი თქმით, 19 ადამიანი ცოცხლად დაიწვა, მათ შორის 3 ბავშვია. ბოლო ინფორმაციით 20-მდე ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა. სამძებრო სამაშველო სამუშაოები სავარაუდოდ 2 დღე გაგრძელდება. მე აქ არ ვცხოვრობ, ჯარში ვსახურობ. ამიტომ დასახმარებლად მოვედი. გარდა ამისა, როგორც ექიმს, საჭიროების შემთხვევაში შემიძლია პირველადი დახმარება გაუწიო საბავშვო ბაღში მყოფ ადამიანებს. საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 476 დრონი და სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა გაუშვა. მათი უმეტესობა საჰაერო ძალებმა გაანეიტრალეს, თუმცა 6 ფრთოსანი რაკეტა მაინც მოხვდა სამიზნეს. თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთის აგრესიული თავდასხმა მიუთითებს იმას, რომ რუსეთის შემაკავებელი ზეწოლა არასაკმარისია. აი ჩვენი სახლი, მაგრამ ჩემი ბევრი მეგობარი აქაა. ამჟამად ისინი ბარიერის უკან არიან, არ ვიცი რა ხდება მათთან. ამას ვერ ვუყურებ, ბავშვები სასწრაფო დახმარების მანქანით მიხავთ. საშინელებაა. ქალაქი ტერნოპილი უკრაინის შედარებით მშვიდობიან დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ბევრი ადამიანი გადავიდა საცხოვრებლად. ისინი საბრძოლო მოქმედებებს გამოექცნენ. ამასთან უკრაინის 3 სხვა რეგიონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საპასუხოდ იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკულ და სამხედრო სამრეწველო ობიექტებზე, მათ შორის შორმანძილზე მოქმედი დრონების საწყობებზე.